ახლა კი თემაზე საუბარს აჭარის ფინანსა და ეკონომიკის მინისტრთან დავით ბალაძესთან ერთად განვაგრძობთ. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. Გამშვიდობის. მოგესალმებით ქალბატონო სოფა, ბატონებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებლებს. პირველ რიგში მინდა გითხოთ, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ არჩილ ხაბაძისა და ავთანდილ ბერიძის შეხვედრის შესახებ? შედგა თუ არა მოლაპარაკება, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ჩემი ინფორმაციით დღეს შედგა ბატონი არჩილის და ბატონი ავთოს შეხვედრა. ამ შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრები ისევ მურმან დუმბაძის გავლენის ქვეშ არიან და მურმან დუმბაძემ რაც ბრიფინგის მეორე დღეს დაანონსა, რომ ბატონ არჩილს უნდა წარედგინა მთავრობა ხელახალინდობის მოსაპოვებლად, ამ საკითხთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმება ვერ შედგა. ბატონო დავით, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრები აპირებენ ხვალ ახალი ბრალდებებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ? რომელიც ეხება ბიუჯეტის გარღვევას. რაც შეეხება ახალ ბრალდებებს, ჩვენ ბოლო 3 დღის განმავლობაში ვისმენთ აბსურდულ ბრალდებებს. დღეს ქალბატონმა მედიამ ასევე გააკეთა განცხადება, რომ ის არაპირებს, ესე ვთქვათ, პროკურატურაში იმ ინფორმაციის გადაგზავნას, რაც ჩვენს კორუფციულ გარიგებებში ჩართვას უკავშირდება. ამ ადამიანებს, როდესაც სჭირდებათ, არის საზოგადოების არჩეული და ხალხის რჩეულები და რიგ შემთხვევაში იმ დეტალებს არასაჯაროებენ, რომელიც ესე ვთქვათ, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო არის ნამდვილად აჭარის მთავრობა ჩართული თუ არა კორუფციულ გარიგებებში. რაც შეეხება ბიუჯეტის გარღვევას, აქვე ძალიან მინდა ეს ვთქვათ გავაკეთო, კარგად ჩანს მათი განათლების დონე, როდესაც ბიუჯეტი 115% არის შესრულებული და ადამიანები იძახიან, რომ ბიუჯეტი გაირღვევა. დიახ. 3 დღის განმავლობაში არაერთი ბრალდება გაისმა ფრაქცია ქართული ოცნების წევრების მხრიდან, კონკრეტულად თქვენი მისამართით ბრალდებებს მხოლოდ 4 დღის შემდეგ უპასუხეთ. დეპუტატები აცხადებენ, რომ თქვენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელს უშლით რეგიონში ბიზნესის განვითარებას და ინვესტიციების განხორციელებას. ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს? ამასთან დაკავშირებით იმ კომენტარს გავაკეთებ. ბატონმა ჩიტიშვილმა, როდესაც წარმოადგინა ის სია და შესაბამისად გააკეთა ბრიფინგი, ალბათ უკეთესი იქნებოდა აღნიშნულ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით გაევლო ბატონ არჩილთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ადამიანებს რო კითხოთ ისინი ზრუნავენ ინვესტორებზე, მაგრამ ბოლო 3 დღის განმავლობაში ძალიან აქტიურად ისმის ჩემს ტელეფონში ინვესტორების ზარები და შესაბამისად ისინი საუბრობენ თუ რა ხდება და რა პოლიტიკური სიტუაცია არის და ამ ადამიანებს არ შეუძლიათ იმის ანალიზის გაკეთება, რომ მსგავსი პოლიტიკით ისინი უფრო აფრთხობენ არსებულ და მომავალ პერსპექტიულ ინვესტორებს. ბატონო დავით, ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელზეც ისინი საუბრობენ, ეს ეხება კონკრეტულ პროექტებს, თუ არ ვცდები 1,880 მილიონიანი საინვესტიციო წინადებაზეა ვარის თქმა, მათი თქმით ამან ხელი შეუშალა სამუშაო ადგილების შექმნას და ეს იყო კონკრეტულად თქვენი მისამართით ბრალდება. რა პროექტებზე იყო საუბარი, თუ გაქვთ ინფორმაცია? კონკრეტულად ერთ-ერთ პროექტს გამოყოფ, რომელიც 850 მილიონს ითვალისწინებდა, ეს არის ეგრეთ წოდებული გონიოს პოლიგონის ტერიტორია. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანს, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს ხელმძღვანელობს, არ აქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ დაკავშირებით ერთობლივად მუშაობს ცენტრალურ მთავრობასთან ერთად აჭარის მთავრობა და საინვესტიციო სააგენტოს უკვე მოლაპარაკებები დასრულებული აქვს ერთ-ერთ ამერიკულ კომპანია კოლიერსთან, რომელიც უახლოეს დღეში გავაფორმეთ კონტრაქტს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა განვითარდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა მიმართულებით უნდა იქნეს აღნიშნული ტერიტორია გამოყოფილი. რაც შეეხება დანარჩენ კომპანიებს, ჩვენ რამოდენიმე დღის წინ ნახეთ ისევ ერთ-ერთი ტელევიზიის მიერ გაკეთებული სიუჟეტი, სადაც უშუალოდ დაუკავშირდნენ ინვესტორებს და ინვესტორები ამ ინფორმაციას უარყოფენ. შესაბამისად, მე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავაცხადებ, რომ ეს ყველაფერი გაკეთებული არის იმისთვის, რომ უმაღლესი საბჭოს ზოგიერთმა დეპუტატებმა მოიპოვონ პოლიტიკური ქულები და მათი პოლიტიკური ქულების ხარჯზე დააფრთხონ ის მოქმედი არსებული ინვესტორები და უცხოური ინვესტორები და პოტენციური ინვესტორები, რომელიც ქვეყანას შემოსვლას ცდილობენ. დიახ. ბატონო დავით, ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელზეც უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია საუბრობს, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას ეხება. დროის ჯგუფის მიერ გადაღებულ სიუჟეტშიც იყო საუბარი, რომ შიდა აუდიტის კვლევებში იკვეთება სამართლებრივი დარღვევა. თქვენ განაცხადეთ, რომ პროკურატურაში აპირებთ დოკუმენტაციის გადაგზავნას. ბრალდების ადრესატიც იგივეს გეგმავს. რაც შეეხება ბათუმის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას, ამაზე მინდა რომ ცოტა ვცლად ვისაუბრო. ბატონი ლევან ჯინჭარაძე, რომელიც ამბობს, რომ მას უკავშირდება ეს ვთქვათ ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის წარმატება, ეს არის სრული სიცრუე, მოგეხსენებათ, რომ ქალაქში შემომავალი არსებული რკინიგზა,
რომელიც ემსახურებოდა რამოდენიმე კომპანიის რეზერვუარებს, ქალაქის შემოვლითი გზის განვითარებიდან გამომდინარე მოხდა მათი დემონტაჟი, შესაბამისად რამოდენიმე მსხვილი ავტოკომპანიის მხრიდან გაჩნდა ინტერესი, რომ მათ ჰქონდათ ალტერნატიული რეზერვუარები და მინდა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს რეზერვუარები წინა ხელისუფლების პერიოდში გამოცხადებული იყო აუქციონი და 5,000 ლარად იგეგმებოდა მათი აუქციონზე გატანა და გრძელვადიანი იჯარით სხვა კომპანიებისთვის გადაცემა. შესაბამისად ჩვენ გავაუქმეთ აღნიშნული აუქციონი და ის 713,000 ლარად არის გაქირავებული. შესაბამისად აქედან მინდა გავაკეთო დასკვნა, რომ არაფერ შუაში არ არის ლევან ჯინჭარაძის წარმატებული მუშაობა, პირიქით მისმა მენეჯმენტმა გააკეთა ის, რომ 713,000 ლარი შემოსავალიდან კომპანიის მოგება მხოლოდ 20,000 ლარი არის და ბიუჯეტში დაახლოებით 15,000 ლარი შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევიდან შემოვიდეს დივიდენდი. ზუსტად ამ თემებზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ადამიანის არასწორმა მენეჯმენტმა გამოიწვია დაახლოებით 50,000 ლარი არის გაფლანგული და შესაბამისად სხვა ბევრი ხარჯები, რომლებიც ალბათ კონკრეტულად უკვე პროკურატურა შეისწავლის. აქვე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ არ მინდა ამას შემდეგ მოყვეს სისტემა და პოლიტიკური აჟიტირება, რომ ჩვენ ეს თემა პროკურატურაში გადავაგზავნეთ. იყო ძალიან ბევრი შემოწმებები, სადაც შიდა აუდიტმა შეისწავლა, სადაც იყო სამართლებრივი დარღვევები. ყველა აქტები იქნა პროკურატურაში გადაგზავნილი და ყველასთან მიმართებაში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები. ასევე ხაზი მინდა გაუსვა იმას, რომ იგივე კომპანიის მიერ, რომელმაც 713,000 ლარი გადაიხადა, იყო დაინტერესება დამატებით 3 რეზერვუარის იჯარით აღებასთან დაკავშირებით, რაც დაახლოებით 200,000 ლარის გადახდის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ლევან ჯინჭარაძემ აღნიშნული რეზერვუარები აუქციონზე არ გაიტანა, რაც სავარაუდოდ ისევ კორუფციულ გარიგებებს და ისე უკავშირდება ამ კომპანიაში თანხების, ესე ვთქვათ, მოძრაობა, რომელიც ოფიციალურად დაფიქსირებული არ იქნება და ჩვენს შესაბამისად სამართალდამცავ ორგანოებს ამ მიმართულებაზეც მოუწოდეთ, რომ რეალურად იქნას გამოკვლეული, თუ რატომ არ გააკეთა ლევან ჯინჭარაძემ აღნიშნული ობიექტების იჯარით გაცემა და შესაბამისად ბიუჯეტს მიაყენა ზიანი. ბატონო დავით, ასევე დეპუტატები საუბრობენ იმაზე, რომ მათი მხრიდან გააკეთა განცხადება თითქოს და არჩილ ხაბაძის მამა, რომელიც თქვენს უწყებაში მუშაობს და ერთ-ერთ რგოლს ხელმძღვანელობს, ხელს უშლიდა ბათუმის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას, ასევე დეპუტატების თქმითვე ის ერევა რეგიონის საკადრო პოლიტიკაში. რაც შეეხება ბატონი არჩილის მამის ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ჩარევას, ჩვენ ერთობლივად მუშაობდით, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული რეზერვუარების აწარმოს კაპიტალში შეგვეტანა, შესაბამისად მას თუ ინტერესი ექნებოდა, რომ აღნიშნული კომპანია გაკოტრებული იყო და ჩარეული იყო უხეშად ისე, რომ კომპანიის ხელმძღვანელს ვერ შეეძლო ნორმალურად ემართა კომპანია, თავიდან არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ვინაიდან მისი ვიზირება ჭირდებოდა აღნიშნული რეზერვუარების საწესდებო კაპიტალში შეტანას. შესაბამისად ეს არის სრული დემაგოგია, რომელსაც არა მარტო ეხლა ვისმენთ ეს პერიოდის განმავლობაში ისმის უმაღლესი საბჭოს დეპუტაციისგან. რაც შეეხება იმას, რომ საკადრო პოლიტიკაში ერევა, მინდა ისე ვთქვათ ძალიან ცალსახად განვაცხადო და ვთქვა, რომ არა რეგიონის საკადრო პოლიტიკაში ის გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკადრო პოლიტიკაში სარღებულოს, მან ჩვეულებრივად გაიარა ატესტაცია, როგორც ყველა თანამშრომელმა და სავსებით სამართლიანად არის დაკავებულ თანამდებობაზე. დიახ. კიდევ ერთი ბრალდება, რაც თქვენს წინააღმდეგ არის მიმართული. უშლის თუ არა მთავრობა ხელს უმაღლესი საბჭოს უმთავრესი ფუნქციის მთავრობის საქმიანობის კონტროლის განხორციელებაში? კონკრეტულად რას გულისხმობთ? გაკეთა განცხადებები თითქოს არ უგზავნის დოკუმენტაციას, ასევე საქმის კურსში არ აყენებს უმაღლესი საბჭოს ფინანსთა სამინისტრო მთავრობა. 12 წელი დარჩა უპასუხოთ, აი ამას გულისხმობენ დეპუტატები. რაც შეეხება თუ იმ საკითხს ვეხებთ, როდესაც ბატონმა ჩიტიშვილმა მოითხოვა ინფორმაცია თუ რა ქონებებს ფლობს აჭარა, აღნიშნულთან დაკავშირებით მას კომპეტენცია უნდა ყოფნა და ეს წერილი არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, არამედ საჯარო რეესტრში უნდა გადაეგზავნა, რომელიც ფლობს აღნიშნულ ბაზებს. მისი მოთხოვნა იყო მკაცრად, რომ ეს ყველა ეს ვთქვათ მიწის შესახებ ინფორმაცია ცოდნა, რაც საკმაოდ ტექნიკურად ძალიან რთული არის მისი მოუპოვება და გაკეთება. ჩვენს სარგებლობთ იგივე საჯარო რეესტრის მონაცემებით, წერილობით მიმართავთ დაახლოებით 3 თვეში ერთხელ განახლებული ინფორმაცია მივიღო და ალბათ უკეთესი იქნებოდა მას წერილი არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადმოეგზავნა, არამედ საჯარო რეესტრში, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ მათ მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. კარგით, ბატონო დავით, ბოლო კითხვით მოგმართავთ, სიტუაცია თითქოს და ჩიხში შევიდა, როგორ ფიქრობთ, გამოუცხადებს თუ არა უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას უნდობლობას და როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები?
ვინაიდან მათ დაიწყეს ეს თქვათ აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება, ვფიქრობ რომ მათ ეს საკითხი ბოლომდე უნდა მიიყვანონ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით მათ არ ყოფნით ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით 7 კაცმა რომ მოაწერს და დადგეს აჭარის მთავრობის უნდობლობის საკითხი, ჩვენი ინფორმაციით ის აპირებენ მათ ყოფილ ოპონენტებთან და როგორც ისინი მოიხსნენიებენ მტრებთან, ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში შესვლას და ამ მიმართულებით ამ შედეგის მიღწევას.